მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულხმის მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ავაიქებ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცავთ გაგაცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, წარსული პარტნიორის ცხოვრება, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, ხო? ხშირად აინტერესებთ ხოლმე ადამიანებს. ამიტომ მოდით ვნახოთ წარსული პარტნიორის ცხოვრებაში, რა ხდება. რა ამბებია პირად ცხოვრებაში, ყავს თუ არა ვინმე უკვე და ასე შემდეგ, ხო? ვნახოთ. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? რა ხდება? საკმაოდ საინტერესო ცვლილებების პერიოდი აქვს პირად ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი იხსენებს იმ მომენტებს, თქვათ, როდესაც უკეთესი სიტუაცია იყოს, ან უბრალოდ სურს ის მომენტები, როდესაც როგორც იქნება გადავა თავის რაღაცა კარგ პერიოდში, ხო? საკმაოდ დიდი ცვლილებების წინაშე დგას მისი პირადი ცხოვრების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, რომ ახლა რაღაცა ესეთი მომენტი არის, სხვათა შორის რაღაცა კარმული პერიოდი უდგას, როგორც ჩანს აქ ადამიანს, იმიტომ რომ ახლა პირდაპირ ენერგეტიკულად ისე დაიწყო ყველაფერი. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? ნახეთ, აი ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ მისი პირადი ცხოვრება დაალაგოს, ხო? თუ თქვათ, მას ჰქონდა რაღაცა პრობლემები, მას ჰქონდა რაღაცა ემოციური სიტუაციები, ადამიანი ცდილობს, რომ გადავიდეს იმ რაღაცა სასიამოვნო ემოციურ მდგომარეობაში და ცდილობს, რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანოს, ხო, თავის პირად ცხოვრებაში, ხო? რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? ცდილობს, რომ ნახეთ, მოარგოს თავის თავს რაღაცა სიტუაციები, რაღაცა მდგომარეობები, ხო? მე გეტყოდით, მის პირად ცხოვრებაში ახლა შესაძლებელია რაღაცა ახალი ურთიერთობის მომენტი არის, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ აი რაღაცა ურთიერთობა დაიწყოს, იმისთვის, რომ ნახეთ, იგრძნოს თავი რაღაცა საჭიროდ, ხო? რაღაცნაირად მნიშვნელოვნად თითქოს. მაინც რაღაცნაირი ესეთი მომენტებია. სირთულეები ნამდვილად არის ამ ადამიანთან, ვერ არის თვალთ ისეთი რაღაცა ემოციური მომენტები, თუმცა ნახეთ, როგორც ასეთი, რომ ამ ადამიანის პირად ცხოვრებაში ახლა რაღაც ესეთი კატასტროფული კრიზისული მომენტებია, მე გეტყვით, რომ ესეთი კრიზისული მომენტები ნამდვილად არ არის. აქ პირიქით ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა დაარღვიოს შეიძლება თავისი პირადი ცხოვრების სიჩუმე, ხო? ანუ არის ესეთი მომენტი, როდესაც აი ადამიანს აქვს პერიოდი, რაღაცნაირად თქვათ, ერთი პარტნიორი, მეორე, მესამე ან რაღაცა ისეთი, ან უბრალოდ გაერიდება ყველაფერს, მაგრამ ადამიანმა მიხვდა, რომ უკვე საჭირო არის მის პირად ცხოვრებაში რაღაცა ემოციების შეტანა, საჭირო არის მის პირად ცხოვრებაში ვიღაცის შესვლა, ხო? შეიძლება ესეც ითქვას. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? ადამიანი საზღვრავს, რომ შეიძლება ითქვას, რომ მოვიდა დრო, არ ვიცი ხა ვინ რა ასაკის მდგომარეობაშია, მაგრამ შეიძლება საზღვრავს იმას, რომ მოვიდა დრო, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მის გვერდით იყოს ვიღაცა პარტნიორი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ხა ესეთი შეიძლება არ კონდეს ძალიან ესეთი ემოციური კავშირი ამ პარტნიორთან, მაგრამ თუმცაღა მისთვის რაღაცა არა, ოღონდ არ იყოს მარტო, ხო, ოღონდ არ იყოს რაღაცა ესე მარტოობაში ეს ადამიანი და ის მზად არის გადადგას ნაბიჯი იყოს თუნდაც ისეთ რაღაცა მსუბუქ ურთიერთობაში, ხო, აი რაღაცა შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა რაღაცებზე, მაგრამ თუნდაც არ უყვარდეს, ხო, თუნდაც აი არის ხომ ესეთი ქორწინება, როდესაც მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მომყავს ცოლი, ამთხოვდები, იმიტომ რომ მოვიდა დრო იმისთვის, რომ შევქმნა ოჯახი. აი, მე ესე გეტყოდი, მის პირად ცხოვრებაში რა ხდება, ეს ადამიანი არ ყვევს იმ სიჩუმეს და იმ სიტუაციას, რომელიც აქამდე ქონდა, ხო? თქვა თუ იყო გარიდებული და პარტნიორულ ურთიერთობას და დიდად არ იღებდა რაღაც ესეთ გადაწყვეტილებას, აქ მოვიდა დრო, რომ დაარღვიოს ეს სიტუაცია, დაამთავროს
თავისი მარტოობა და საბოლოო ჯამში რაღაცა ნაბიჯი გადადგას თავისი ოჯახის შექმნისთვის, ხო? ნუ რაღაცა ესეთი მომენტი. ხა თუ კონკრეტულად იცოდით, რომ ამ ადამიანს ოჯახი ისედაც ყავდა, ნუ მაშინ ყოველ შემთხვევაში დაარღვიოს ის რაღაცა ესე ვთქვათ სიტუაციები, რომელიც მას ხელს უშლიდა თავის მეუღლესთან და რაღაცა ნაბიჯი გააკ. ყოველ შემთხვევაში აქ მე რო გითხრათ, ხა ადამიანი იმყოფება ძალიან ისეთ გასაჭირში და ლაივიში უდგას, თქო, ნამდვილად ვერ გეტყვით, ხა შეიძლება ვიღაცას მამის მოსმენაც უნდა, მაგრამ მაინც ისეთი მომენტია. აქ ადამიანი რაღაცა ცოტა ილუზიებშიც არის, შეიძლება ითქვას. ნახეთ, როგორი მომენტი არის. ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რაღაცა ვთქვათ, თლათ არასასურველი ურთიერთობისა, მაინც მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მან შექმნას ოჯახი, ხო? ან მან შექმნას რაღაცა სტაბილური ურთიერთობა, ხო? ნუ ხა ვიღაცას შეიძლება ისეთი ასაკი აქვს, რომ შვილის მდგომარეობა და უნდა გვარის გამგრძელებელი როგორც ხდება, ხოლმე, ნუ ვიღაცისთვის უბრალოდ მარტოობის მდგომარეობა და ნუ შევდივარ უკვე ასაკში და ვიღაცა მომვლელი და წყლის მომწოდებელი მინდა, აი რა ხო არის ხოლმე ეს მომენტები. ნუ მე ვერ გეტყვით აქ, რომ ადამიანი პირად ურთიერთობაში და ახლა რაღაცა ესეთი ძალიან ცუდად გრძნობს თავს ან რაღაცა ესეთი კრიზისული პერიოდები აქვს, ნუ უბრალოდ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის რაღაცა ეს მომენტი არის ის მდგომარეობა, როდესაც ნუ უბრალოდ გონებრით გადაწყვიტა და დაიწყო, თქვა, თავისი პირადი ცხოვრების დალაგება, ხო? თუნდაც რაღაცა ისეთ ადამიანთან, ნუ ვისთანაც აი უბრალოდ ვთქვათ, ნუ ნორმალურად გნობს თავს, ხო? ჩათვალა, რომ ამ ადამიანთან შესაძლებელია მისი თანაცხოვრება დაალაგდეს, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი. ვერ გეტყვით, რომ ადამიანი ძალიან ისეთ კატასტროფულ სიტუაციაში, პირიქით, ადამიანი ცდილობს გამოვიდეს ყველანაირად რაღაცა სიტუაციებიდან და ნუ საბოლოო ჯამში მის ცხოვრებაშიც პირადი ურთიერთობების მდგომარეობა დაალაგდეს, ხო? ნუ აქამდე თუ ვთქვათ, ესე ვთქვათ, გარიგებაზე იყო უარზე, ახლა ვთქვათ, ჩათვალა, რომ ნუ ხო, თუნდაც გარიგებით, თუნდაც რაღაცა ესეთი ურთიერთობით, ნუ თანახმოვარ შევქმნა ოჯახი, ხო? ნუ თუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ყავს, იცოდით, რომ ყავდათ ამ ადამიანის ოჯახი, მან გადაწყვიტა, რომ იქ სადღაც დაალაგოს კომუნიკაცია თავის ოჯახთან და ნუ რაღაცნაირად შეძლოს ესე ვთქვათ, გაგების მომენტი, ხო? ნუ რაღაცა ან შეეგუოს იმას, რომ всё, ნუ უკვე პატარა არც ბიჭი ვარ, არც გოგო ვარ, ხო, როგორც ხდება, ხო? რაღაცა შევედი იმ ასაკამდე, სადაც უკვე ცოტა დაღვინება ჭირდება, ხო? აი ნუ უკვე მოვიდა დრო, რომ რაღაცა სტაბილურობა მივიღო და ესე აქეთ-იქით ხან ერთ ურთიერთობაში, ხან მეორე ურთიერთობაში არ გამოდის და ნუ რაღაცა საბოლოოდ მივიღო სტაბილური, მშვიდი, საყრდენი სიტუაცია, სადაც ნუ მეტნაკლებად ჩემთვის კომფორტული სიტუაცია შეიქმნება, ხო? ანუ თავის კომფორტულ მდგომარეობაზე ფიქრობს ადამიანი და შესაბამისად მის პირად ურთიერთობაშიც აი ეს თავისზე მორგებულ სიტუაციას ნუ ცდილობს, რომ დაალაგოს, ესე ვთქვათ. ნახოთ, მოდით, აბა თუ ენატრებით ამ ადამიანს თქვენ. თუ ენატრებით. მე ესე გეტყოდით, რომ ეხლა რო გითხრათ, რომ აი რაღაცა ესეთი მონატრების მომენტი არის, ნამდვილად არა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ადამიანს რაღაცა პერიოდულობით ნამდვილად აქვს იმისი განცდა, რომ ახსენდება, ხო, რაღაცები შეიძლება ითქვას, შეიძლება რაღაცა ესეთი მოგონებების მომენტი აქვს, ხვდებით, აი რაღაცნაირად როგორი იყო ყველაფერი, როგორი სასიამოვნო იყო თქვა თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან ურთიერთობა, ხო? აი ადამიანს აქვს ეს მომენტი, რო გითხრათ, რომ ხა ესე ენატრებით და ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, არა. აქ უბრალოდ შეიძლება ადამიანს ენატრებოდეს რაღაცა მომენტში თავისი, აი ნახეთ,
თქვენთან ეს ადამიანი გრძნობდა თავს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან კომფორტულად, ხო? ეინატრება თავისი კომფორტი თქვენთან, შეიძლება რაღაცა მომენტში ახსენდება ის რაღაცა სასიამოვნო საუბრები, სასიამოვნო ურთიერთობები თქვენთან, კომუნიკაცია, ხო? ჩახუტება რაღაცა ესეთი თბილი განწყობა თქვენი დახმარება შესაძლებელია იყოს, ხო? რაღაცა ეს ვნება, რომელიც იყო თქვენს შორის, ხო? აი რაღაც აი ეს მომენტები ახსენდება. მე ვერ ვიტყვი რომ თლათ ახლა ესე არ ახსენდება ადამიანს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გითხრათ რომ აი ენატრებით და რაღაცა განიცდის და რაღაცა ძალიან ცუდად გზნობს ამით თავს. არა, ის კიდევ ერთხელ გონებს არ გზნობს ნამდვილად ცუდად თავს, უბრალოდ რაღაცა თავის ცხოვრებას ალაგებს და ეგ პერიოდულობით შესაძლებელია თქვენზე კი რაღაცა გახსენების მომენტში რაღაცა სიტუაციებთან მიმართებაში კონდეს ისეთი განცდები რომ გაახსენდეს აი ეს როგორ გავაკეთეთ ერთად თქვა ხო აი რაღაცა კონკრეტულ ადგილას მოხვდეს და იქ გაახსენდეს აი თქვა თქვენთან ერთად იყო ნამყოფი და გაახსენდა ეს თქვენთან ერთად როგორ გაატარა ეს პერიოდი. მაგრამ ეს არის აი რაღაცა ესეთი მსუბუქად გამახსენდა და გავიარე, ხო? აი გამახსენდა რაღაცა გამეღიმა, შეიძლება ესე თქვა ტკბილ მოგონებად გავიხსენე და გავიარე ამ ყველაფრიდან. აი ეს მომენტი არის. მოდით ძალიან ხშირია ხომ ესეთი კითხვა, არის თუ არა ბედნიერი ახლა ეს ადამიანი? არის თუ არა ბედნიერი, ვნახოთ. ну ბედნიერის რა მოგახსენოთ ახლა რვიან ხმალში ნამდვილად ბედნიერებისას ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში მას აქვს იმედი იმის რომ რაღაცები დაალაგდება, მას აქვს იმედი იმის რომ სიტუაციას სათავისოდ მოატრიალებს და იცით როგორი რაღაცა არის ნახეთ მას აქვს იმისი განცდა და იმისი იმედი რომ სხვაგანაც გამოუვა რაღაც, ხო? ну რაღაცა რაც დამთავრდა და თქვათ, შეიძლება ისეთი არ იყოს, მაგრამ რაღაცა მიახლოებითი იყოს. ან შესაძლებელია ისეთი არ იყოს, მაგრამ მერე უკეთესი იყოს, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ ბედნიერია თქო და რაღაცა ესეთი აღფრთოვანებულია თქო, მაინც ვერ ვიტყვით, თუმცა არც ძალიან ესეთი უბედური არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი ცდილობს ამ სიტუაციებიდან გამოსვლას, ადამიანი ცდილობს რაღაცა იმუშაოს, რაღაცა დაალაგოს თავის ცხოვრებაში და გამოიყვანოს, ანუ სხვა კუთხით შეხედოს ამ ყველაფერს, ხვდებით, ანუ სხვანაირად შეხედოს ამ სიტუაციებს, თავის მდგომარეობას და ну მაქსიმალურად ეცადოს რომ დაალაგოს თავისი ცხოვრების სიტუაცია. ну არც უბედურია, მაგრამ არც ძალიან ისეთი ბედნიერი. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ну ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს რაღაცა როგორ ვთქვათ სათავისოდ მორგებული სიტუაცია, ხო? აი ნუ ნახეთ გავიაზრე რაღაცები, თქვათ ვიცი რომ იქ უკან ვეღარ დავბრუნდები, ან რაღაცა ესეთი მომენტია რომ აღარ უნდა დავბრუნდე და ნუ ვეგუები ამ სიტუაციას, გადავდივარ ამ რაღაცა სხვა განზომილებაში. ну შეიძლება ამ წუთას არ ვარ ბედნიერი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვიქნები ბედნიერი. ყოველ შემთხვევაში ანუ ეს ადამიანი ნახეთ გონებით რახან საზღვრავს რომ მას რა სჭირდება, ხო? ანუ მას სჭირდება ოჯახი და უნდა შექმნას, მას სჭირდება შვილი და უნდა ყავდეს, მას სჭირდება გვერდში მდგომი და უნდა ყავდეს. აი აქ საჭიროებები, როდესაც არის უფრო მეტი ვიდრე ეს რაღაცა ემოციური მომენტები და ადამიანი როდესაც უკვე გონებაზეა და ზოგადად აი ესე პრაგმატულად უყურებს სიყვარულის მომენტებს, ხო? აქ მისთვის უკვე ეს რაღაცა ბედნიერი, უბედური აღარ არის, ხო? რაღაცა ну შეგუებულია სიტუაციას და თუ შეგუებული ვარ იმას რომ ესე უნდა იყოს, ну ან უკვე აღარ ვეძებ აღარანაირ ბედნიერებას, ხო? და ну აღარც გძნობ თავს რაღაცა ცუდ უბედურად, ესე რა ვთქვა. მაქვს მომავლის იმედი, აქვს პერსპექტივის იმედი, აქვს იმის რომ ყველაფერი სათანადოდ დაალაგდება, გამოსწორდება, ემოცია იმუშავებს ამ ყველაფერზე, ემოცია ჩამოუყალიბდება, ვნება ჩამოუყალიბდება, რომ ამის მისი გადაწყვეტილება უკვე ეს არის, რომ სხვაგვარად მოაწყოს თავისი ცხოვრება, თავისი პირადი ცხოვრება. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს ყველაფერი.
მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერებას, თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას, სიხარულს, სიყვარულს და რა თქმა უნდა სწორი ადამიანები ყავდეთ ყოველთვის გვერდით დროებით.